მოგესალმებით, დღეს მოკლედ მინდა ვისაუბრო შინაგან საქმეთა სამინისტროზე და იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის შინაგან საქმეთა სამინისტრო და რას ნიშნავს მართლაც პოლიტიზირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2008 წლის ბოლოს დავიწყე მე მუშაობა ისაინსამგორის რაიონულ სამმართველოში დაჭრა-მკვლელობების განყოფილებაში და ყველაზე ესე იგი ცუდად რაც მახსენდება ამ პერიოდში და ყველაზე უფრო ცუდი დავალება რაც იყო ხოლმე და ამაზრზენი პირდაპირი გაგებით ეს იყო ის რომ ძალიან ხშირად ვიწერდა სააკაშვილის ყარაულობა პირდაპირი გაგებით. აულაბარში არსებულ კოპალაში ძალიან ხშირად დადიოდა ხოლმე სააკაშვილი, უყვარდა იქ სტუმრობდა და საათობით ჩერდებოდა იქ და აი გარე პერიმეტრზე მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერებს, უბრალოდ ოპერებს, რომლებსაც საერთოდ არანაირად არ გვევალებოდა, აი ესე ქუჩაში დაგყრიდნენ ხოლმე და სიცხე იყო თუ წვიმა თუ ქარი თუ მოკლედ მნიშვნელობა არ ქონდა როგორი ამინდი იყო სანამ სააკაშვილი არ გაძღებოდა და არ მოწყინდებოდა კოპალაში ყოფნა აი ესე ქუჩაში ვიდექით და უყინავდნენ და ეს ამას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი და ეს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა ეს ხდებოდა კვირაში ხანდახან რამოდენიმეჯერ პოლიტიზირებული იყო მერაბიშვილის სამინისტრო ასევე იმ გაგებით რომ პოლიციელს ეკრძალებოდა რომ მისი ოჯახის წევრი ან რომელიმე ახლო ნათესავი ყოფილიყო ოპოზიციის მხარდამჭერი და ასეთ შემთხვევაში სისტემიდან ითხოვდნენ თანამშრომლებს და უშვებდნენ ეგრეთ წოდებული მგლის ბილეთით, რომ ვერასდროს ვერ მოახერხებდა უკან მოbrunებას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეს არა მხოლოდ დაბალი თანამდებობის პირებს და უბრალოდ ოპერებს და ინსპექტორებს ეხებოდა, არამედ თანამდებობის პირებსაც განსაკუთრებით და კარგად მახსოვს ვაზისუბნის პოლიციის უფროსი, სახელს და გვარს არ დავასახელებ, საკმაოდ კარგი პიროვნება, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დაითხოვეს სამსახურიდან და გადაიკიდეს მტრად, რომ მისი სიდედრი აღმოაჩინეს ერთ-ერთ ოპოზიციის აქციაზე, ის სიდედრი, რომელსაც ჰქონდა თავისი ოჯახი, ცალკე ცხოვრობდა და შეიძლება ერთმანეთი წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ენახათ. აი ეს იყო სწორედ პოლიტიზირებული პოლიცია და სისტემა. ასევე იმ დონეზე იყო პოლიტიზირებული, რომ მარაზმში გადადიოდა ეს ყველაფერი და უბნის ინსპექტორებს, რომლებსაც უშვებდნენ აღწერებზე, სახლებში, აძლევდნენ დავალებას, რომ უნდა დაკვირვებოდნენ თუ რომელ არხს უყურებდნენ და რა არხი ჰქონდათ ჩართული ადამიანებს ოჯახებში, რომ თუ ესე იგი ოპოზიციური არხი იყო ჩართული რომელიმე ოჯახში, ასეთი ოჯახები დგებოდა განსაკუთრებულ აღრიცხვაზე და პირდაპირ სამიზნეებად გადაიქცეოდნენ ხოლმე. პოლიტიზირებული იყო ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ხშირად მოდიოდა პირდაპირ დავალებები ადამიანების გასაუბედურებლად და ვის უნდა ნარკოტიკი აღმოჩენოდა და ვის იარაღი პირდაპირ მითითებებით და ესენი იყვნენ ხოლმე ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც მოკლედ აქტიურობდნენ ოპოზიციის სხვადასხვა აქციებზე და ასეთი ადამიანებით იყო ციხე გავსებული. პოლიტიკური იყო ასევე იმ თვალსაზრისით ნაციონალური მოძრაობის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ ჩვენ დახურულ უბნებზე ვაძლევთ ხმას და ყველა ხმა მიდიოდა, რა თქმა უნდა, ნაცების კალათაში და ასევე ის ადამიანები, რომლებიც რაიონებიდან იყვნენ ჩამოსულები და აქ მუშაობდნენ, ასეთ ადამიანებს არჩევნების დაწყებამდე რამოდენიმე ორი კვირით ადრე უშვებდნენ ხოლმე თავიანთ რაიონებში და დავალებას აძლევდნენ, რომ ჩამოეტანათ ციები
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების და პირდაპირ პოლიციელებს წინა საარჩევნოდ გადააქცევდნენ ხოლმე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებად და მოკლედ თუ ჩვეულებრივი დაბალი თანამდებობის პირი იყო ან ოპერი ან ინსპექტორი, ასეთ ადამიანებს ევალებოდათ, რომ 10-დან 20 კაცამდე სიის მობილიზება მოეხდინათ ოჯახის წევრების გარდა, ეს იქნება ყოფილიყვნენ ახლონათესავები, მეზობლები, თანასოფლელები, ხოლო თუ თანამდებობის პირი იყო, თანამდებობის პირებს 20-დან 40 კაცამდე სია უნდა ჩამოიტანათ თავისი სახელებით, გვარებით, პირადი ნომრებით და იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხებდნენ და აი ამ კოორდინატორობას და აგიტატორობას თავს ვერ გაართმევდნენ, ოფიციალურად საყვედურიც გამოუცხადებიათ ხშირად ასეთი ადამიანებისთვის. ასევე განსაკუთრებით 2011 წელს თავიდან ბოლომდე გააპოლიტიზირეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აი ესეთი მარაზმი მოიგონეს. რაიონული პოლიციის თანამშრომლებს ევალებოდათ სავალდებულო გაუხადეს, რომ ყოლოდათ 2 ნომრიანი აგენტი, ანუ ხელწერილით ოფიციალურად გადაბირებული პირები და იმ ხალხს, ვინც მუშაობდით ცენტრალურ აპარატებში, გაგვიხადეს 5 აგენტი სავალდებულოდ, რომ უნდა უყოლოდა 5 ადამიანი გადაბირებული ოფიციალურად ხელწერილით და თავისი ნომრით დავერბოვკებული. ეს ემსახურებოდა რა მიზანს? ქართული ოცნების მოძრაობა რომ დაიწყო, აქ უკვე ნაციონალურ მოძრაობა სერიოზული თავის ტკივილი გაუჩნდა და მოიფიქრეს ეს მარაზმი და მათი მიზანი ეს იყო, რომ ამ ადამიანებს, აი ამ გადაბირებულ ადამიანებს აუცილებლად ნაცებისთვის უნდა მიეცათ ხმა და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ესე იგი ნაცებს ხმას არ მიცემდნენ და თუ ნაცები წააგებდნენ, აი ამ აგენტებზე, გადაბირებულ ხალხზე გვაწყვეტებინებდნენ ასეთ რამეს, რომ ხელისუფლება თუ შეიცვლება და ნაცები წააგებენ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ყველასათვის ცნობილი გახდებოდა, რომ ისინი თანამშრომლობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აი ასე ცდილობდნენ, რომ ადამიანებისთვის სხვა გზა არ დაეტოვებინათ და სწორედ ამიტომ გახადეს სავალდებულო, რომ ცენტრალურ აპარატებში თითო ოპერს ყოლოდა 5 აგენტი, ხოლო რაიონულ განყოფილებებს მინიმუმ 2. მაგრამ საბედნიეროდ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და მადლობა ღმერთს, რომ აი ამ გეგმამ ნაცების არ იმუშავა და პირიქით ნაცებს დაარტყა და მოხდა ის, რომ საბედნიეროდ წააგეს არჩევნები. ასევე სასაცილოა პირდაპირ სატირალი რო არ იყოს ის ფაქტი, რომ განყოფილებაში გვიკრძალავდნენ ოპოზიციური არხის ყურებას. და ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ აი 2011 წელს ტელევიზორის პულტები დამალეს და განყოფილებაში ვერ ნახავდით ტელევიზორის პულტს, რომ ტელევიზორი ან ჩაგერთო, ან ოპოზიციური არხისთვის გეყოლებოდნენ და ან სამთავრობისთვის. ზოგან ჩართული იყო და პირდაპირ რუსთავი ორზე და პულტები იყო გამქრალი და დამალული, ზოგან საერთოდ გათიშული იყო ტელევიზორები. პოლიტიზირებული იყო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და მერაბიშვილის კანტორა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მოკლედ მოვყვები ახლა ერთი ადამიანის ტრაგედიას. მოკლედ ჩართული ყავდათ პიროვნება, რომელსაც აი ნარკოტიკთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და იყო დაავადებული ანსენით. და ამ ადამიანს თავისი მეგობარი ეუბნება ტელეფონზე, რომ ვერ გიკავშირდებოდიო რაღაცა მოკლედ კაიხანი ეკავდიო და ეს ეუბნება ალბათ იმიტომ, რომ ანუ მერაბიშვილიო მაზისო იქო ერთ ადგილზე არ დავაკონკრეტებ, მოკლედ ხო და
აი ეს გავიდა ტელეფონში ამ ადამიანს ვინც უსმენდა ამან ეს საუბარი ჩაიწერა და აუტანა სამმართველოს უფროსს სამმართველოს უფროსმა გადასცა დეპარტამენტის უფროსს და მოკლედ 15-20 წუთში მოდის დავალება უცბად თათბირს ვიტარებენ ყველას ვკრიბავენ და მოდის დავალება რომ ეს პიროვნება უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ და ბოლოს აღმოჩნდა ისე რომ ამ პიროვნებას ყავდა ახალი მეხუთე სერიის BMW ამ მანქანაში აღმოაჩნდა 20 კაკალი სუბოტექსი, სახლშიც აღმოაჩნდა ძალიან ბევრი სუბოტექსი და ეს მეხუთე სერიის მანქანაც ჩამოართვეს და წავიდა სახელმწიფოს ბალანსზე, ორი ახალი Toyota Prados ჯიპიც აყიდინეს და ბიუჯეტშიც საკმაოდ დიდი თანხა გადაახდევინეს და აი ასე იძიეს შური ამ ადამიანზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ მერაბიშვილი მოიხსენია აუგად და დღეს რომ რაღაცა სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ და იმაზე რომ თურმე სამინისტრო არის პოლიტიზირებული ეს არის სასაცილო და ამ ადამიანებმა ძალიან კარგად და ძალიან სწორად და ზუსტად იციან რას ნიშნავს პოლიტიზირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ თვითონ იყვნენ ამ სამინისტროს შემქმნელები, ვინც დღეს იშვერენ დღევანდელ პოლიციაზე ხელს და თავიდან ბოლომდე გესტაპო იყო მერაბიშვილის სამინისტრო და მეტი არაფერი არ ყოფილა და მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თავარი ამოცანა იყო ის, რომ გაეხანგრძლებინა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნა და მაშინდელი პოლიციის საქმიანობის 80% იყო პოლიტიკური დავალებების შესრულება. აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით და კონკრეტულად მერაბიშვილის სამინისტროსთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს სინამდვილეში პოლიტიზირებული პოლიცია.